სალამი მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო. პატივისცემულო პუბლიკა, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია და რუსთავი 2-ზე ტრადიციულად თქვენ უყურებთ ბადა და ნიგას შოუს, რომელსაც აქვს ერთი საოცარი თვისება. მხიარულ განწყობასთან ერთად თქვენ დგებით ქეიფისა და დროს ტარების ხასიათზე, რომელსაც რა თქმა უნდა უზრუნველყოფენ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ყველა უყურეთ ალბათ PSG ბაიერნის თამაშს. ეს რა ქნა, კაცო? ვი, დემბელე? არა, კაცო, რა დემბელე? დუე. მოკლედ, კვარამ 2 გოლი შეაგდო და ისე ითამაშა. ფრანგები ქართულად ულოცავდნენ PSG-ს და გერმანელები ქართულად აგინებდნენ თავიანთ მწვრთნელს. კი ბატონო, კვარამ დაადუმა ჰეითერები და ალაპარაკა მსოფლო. შენ ახლა 6 მაისს გიორგობას ნახე ჩემო ნიკოლოს. აბა, რეები ჩაატაროს კვარამ მიუჰენში. აბა შენიცი. შენიცი ოქროს ბიჭო და ბრავო და აპლოდისმენტები. მართლაც ნამდვილად. დღეს 30 აპრილია და საოცარი დღეები გველოდება წინ. ხვალ მაისი იწყება. ეს უკვე კარგია. მივხვდი საითაც მიყავს. ჩემი დაბადების დღეა მაისში 20. მანამდე გასაგებია. ზეგორი მაისია და აბა რა ხდება 2 მაისს? სეირად. ეს ინჩე მაზორო ტიპები რა. გვირილობა ძმაჯან. ქუთაისელობა, აბა როგორ? შეგენაცვალე, აბა რა გაიგორო? მიყავს, всё, გადაწყვეტილია. ზე ქუთაისში მივდივართ ყველა გენაცვალე გვირილობაზე, მაგაზე, ლამაზი დღესასწაული. მე სხვა არ ვიცი და გილოცავ წინასწარ ყველას განსაკუთრებით ქუთათურებს შეგენაცვალე. შეგენაცვალე, აშენით და გამრავლით. სად იქნება გაშლილი მაინც? შეგენაცვალე. ასე. შემოუშვით გრიბიონი, წაგვეშალა გრიბი. და კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავით შეგახსენებთ გვაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი ახალი ამბები. შაბათს და კვირას, რაც არ უნდა იყოს საქართველოში, რა დღესასწაულიც, უნდა უყუროთ საღამოს 8-ზე კომედი არხს. გადმორთოთ და რა თქმა უნდა, იქ დაგხვდებათ მიხოს და მაროს. ძალიან სასაცილო სერია. აუცილებელია და ჯანმრთელობისთვის არის საუკეთესო სხვათა შორის და არ გამოგრჩეთ ჩემო ძვირფასებო. თან ისედაც ახლა სარეკლამო ვიდეოს მერე ერთი ამბავია ჩემო ნიკოლო ზატეხილი რა უნდაო ჯვარია ქაურობას და კუბოსო რატო ჩააწვინეთო ნახეთ ბატონო იქნება არ ჩავაწვინეთ იქნება და აი ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ არა და იქნება და ჩასაწვენი იყო და იმიტომ ჩავაწვინეთ რა კი ბატონო მოკლედ ჩვენთან სულ კარგი ამბებია და აქვე იმასაც გეტყვით რომ 9 მაისს პაატაკულიაშვილის კომედიის თეატრი გელოდებათ წარმოდგენით ლუარსაბი და დარეჯანი. ძალიან ცოტა ბილეთებია დარჩენილი. კი ბატონო და იჩქარეთ რომ მოხდეთ ამ წარმოდგენაზე და აქვე მადლობა ყველას ასეთი ერთგულებისთვის, როგორც რაც თეატრში ჩვენთან ხდება. მართალია 45 კაცი ეტევა, მაგრამ დღეს საქართველოში 45 ერთგული ქართველი როგორია? გენაცვალე. გადათვალე კვირაში 3 სპექტაკლი 45 ბუღალტერიას ნუევექნებთ ახლა გენაცვალე. გადავიდეთ საინტერესო ამბების მიმოხილვაზე. აბა აგვისტოდან თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით ჩასვლას მხოლოდ 4 საათი დასჭირდება. უიმე, რა კარგი ამბავია. ესე იგი პიაცაზე თუ გინდა მოხვედრა 10 საათში იქახარ რა. კი ბატონო, 100-ია ზუსტად. 4 საათი მატარებელში და მერე 6 საათი ბათუმის რკინიგზის სადგურიდან პიაცამდე საცოლე. დილის 6 საათზე რო წახვიდე,
10-ზე მოკლედ პლაჟზე ხარ, გაჩერდები 7 საათამდე და საღამოს 11-ზე თბილისში. ასე უფრო იაფი დაждდება თბილისიდან როიარო ყოველდღე ვიდრე სასტუმროს ქირაობა. კი ბატონო, ფაქტიურად მატარებელში დაძინება აღარ ღირს. სანამ თვალს აი მოხუჭა უკვე ხაშურში იქნები და მანდისედაც არ ღირს თვალის გახელანი. ერთადერთი მინუსი აქვს ამ ამბავს. მატარებელში ჭორაობის დრო კატასტროფულად შემცირდა. კი ბატონო, ადრე, ნიკოლოზ, მატარებელში გაცნობილი ხალხი ქორწინებს იხდიდა. გეგმავდა მინიმუმ. ახლა მაქსიმუმ Facebook-ზე დაამატა. აი არ ვიცი რა ყოფაში გვიწევს ცხოვრება? უნდა ქნასი აჩქარდა ცხოვრება, არა და ბენზინი ისე ძვირდება, მატარებლით სიარული უალტერნატივოა ჩემო ძვირფასე. ეგრეც არაა საქმე ჩემო ნიკოლოზ. აი ამერიკაში კაცმა 1993 წლის შევროლეტის პიკაპი სეირან შეშაზე გადააწყო. მიხედი ამბავს ახლა ამ ხელა გზაზე რომ მოდიხარ აქ შვენიერი რამია 100 კილომეტრზე სულ რაღაცა ორტაჩკა შეშასწავს მეტი არაფერი. კაი აზრია ხო ის შენ, მაგრამ ერთი ნაჯახი სულ უნდა გეგდოს მანქანაში. რა იცი სად გამოგელევა აი ბენზინია შეშ. აი ამიტომ ვიძახი რომ ჰიბრიდი უნდა ყავდეს. ანუ დეზეც რო იყოს და შეშაზე? არა შეშაზე და ნავთზე. არა, მასე დაასტუკებ მასე მატორს. ეგ კი არა, შეშასაც შერჩევა უნდა. აი ნაძს თუ შეუკეთებ, ნელადა. ცხილაზე იწევს. აგაკრავს ასე. მე როგორც გავიგე, ამერიკულებზე კარგად მინდის რეგულარ წიფრი. თორე პრემიუმ უხარო, იხმარო, კლაპნებს აფუჭებს და მერე ზეთი გადააქვს მატორში. აი ეგ. კიდე ჩეკი თუ აგითუ, ესე იგი საკვამური არის გასაწვენი. მოკლედ კარგი იდეა, პიკაპი თუა შეაგდე უკან მაყანი, თან რომ გზავრობ და თან წვავ. ნუ ყველაფერი საქართველოსთან მოდის მაინც. გენაცვალ. კახელების ამბავი, რომ ვიცი ახლა წალამზე ამუშავებთ სულ მანქანებს. ახლა გადააწყობენ. რატო იქნება ახლა ცუდი? შენის მითხარი სათევზაოდ ბოლოს როდის იყავით? სათევზაოდ იქნება 1-2 თვე გასული და რა? ცოტა ნერვიულებული და აგრესიული ორაგული ხوار დაგიჭირა. რა უნდა ორაგულ წყალში? ეგენი მარკეტებშია მარტო და რატომ ეკითხებს? ისვენე? რატომ და აი რას წერენ? მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკების ნარჩენები მდინარეში, კერძოდ კი კოკაინი, სვლის ორაგულის ხასიათს. ანუ ინდაურებს რომ ჭაჭის ნარჩენებს დაუყრიდა, რომ დაყიალოვეთ თვალები. იგივე ეფექტი ქონია კოკაინის ორაგულზე. ალბათ, ისე საინტერესოა ხასიათშეცვლილი ორაგულის ჭამა. ნარკოდამოკიდებულს გაგხდის თუ როგორ იქნება? ეგ არ ვიცი ჯერ, მაგრამ თუ გვინდა გადავაჩვიოთ ორაგულები ნარკოტიკს, ახლა მეტადონი უნდა ჩაღვაროთ მდინარეში. სხვანაირად შანსი არ არის გამომიწვია. კი, ცოდოები არიან. თურმე მდინარეში თუ წყნარ ადგილას მოხვდნენ, ეგრევე პანიკური შეტევა ეწყება. რატომ ასეთი სიჩუმე, რამე მოვხოდოთ? საშინლად სვლის ხასიათს. ერთი თუ მიეჩვია, მერე დაცურავს წინ და უკან. ხან ბარაბულგას მიადგება 100 ლარი ვასეს ხან კიბორჩ ხალებს. უაზი არ არის ეს ორაგული. საწყარი ასე თუ გაგრძელდა მდინარეში კი არა, მალე სადარბაზოებში მრიცხველების უკან უფრო დაიჭერ ორაგულს ვიდრე წყალში. ვაგრძელებთ ზოოკრიმინალურ თემას. სუპერმარკეტში მაიმუნი შეიჭრა, ტკბილეულით გამოიბესკვა, წამოწვა იქ და გასვლაზე არც ფიქრობდა. ნახოთ ვიდეო ძალიან. ეს მაიმუნებიც კარგი მაიმუნები არიან. სუპერმარკეტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბანანი დაანახა შორიდან, იქნებ გამოვიტყუო გარეთო, მაიმუნმა ხელით ანიშნა, იმენი ბაგდაჭა მეგ ბანანი ხო იცი და არ ვიცი, აი შენ იცი და წაიღო. მაიმუნები არის. ახლა სანამ ერთ კაი დედალი შიმპანზეს არ მომიყვანთო, და მე ერთღერ სიგარეტს არ მომწევ, გარეთ მე გავსვლილია. ნუ ბოლოს დაიჭირეს და ზოოპარკში გაამწესეს.
იმდენი ტკბილეული გონია წამოღებული თურმე დაარიგა ზოოპარკში ყველა ბავშვებს თვითონ უგდებდა კაპეტებს და არა ბავშვებს. ისე მაიმუნმა უნდა გვაჯობოს. წამოერდი გავიჯდეთ რესტორანში. გამევიბესკოთ, კარგად, წამოვწვეთ და არჩევან არ გადავიხადოთ ხო? არა, მე თავით ძმა. ზოოპარკი მინდა მე. აი, там ფული გვაქვს. დღეს იყო ხელფასი. მაგარი ამბავი გამახსენდა ხელფასებზე. ჩინეთში ხელფასით უკმაყოფილო ქალმა პროტესტის ნიშნად სამუშაო მაგიდასთან 5 საათი დაიწყო. იმდენ მუშაობას მიიღებთ ჩემგან, რამდენსაც მიხდითო. აი, იცი რა, ეგ რაზე გაგახსენდა, ეხლა ვერ მივხვდი. კი, კარგად თქვი ყველაფერი, მაგრამ ცოტას გვიხდიან თუ რა? არა, ისე გამახსენდა, კაცო, ხო და ამ ქალს თურმე სამსახურში სხვა თანამშრომლებაც მიბაძეს და ოფისიდან 2 დღეა ხრინვის ხმა გამოდის გლიჯავს ყველაფერს. თვის ბოლოს ხელფასი მოითხოვა ამ ქალმა თურმე. უფროს უთქვამს, უი, გეძინათ თქვენ და მაგიდაზე დაგიტოვეთ იქ ხელფასი და ეთქობა ვინმე მაიღო, ან ხარო. ძალიან გთხოვთ პროტესტის ეს ფორმა არ გაიმეოროთ სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსის მძღოლებმა. რა არ მოხდება გაიამბა. ნამდვილად. მოკლედ ინდოეთში საინტერესო ინფორმაცია. ინდოეთში ბანკომატში შემძვრალმა ვირთხამ სულ რაღაც $18000 კუპიურები შეჭამა და მოკვდა. აი, ესე იცის კრისულად რო იქცევი. არა და აგერ ახლა ხაშურის ბანკომატში შეძვრა ვირთხა თურმე და ისის მოკვდა. ოღო შიმშილით. რა უიღბლო ვირთხა ყოფილა. რაც ამას ინდური ქუჩის საჭმელები ეკნებოდა ნაჭამი, იმან ვერ უქნა ვერაფერი. დოლარმა მოკვდა. ყველა დოლარია. ცხოველთა დამცველებმა გამართეს საპროტესტო აქცია. რაო? რომ ამის მერე ფული ისეთ ქაღალდზე დაბეჭდონ, რომელსაც ვირთხის კუჭი მარტივად მოინელებს. სწორია. ეს დოლარი ძალიან ძიმე მოსანელებელია. იჟოგაის. გამიგია. ჩინელი კომუნისტები ამტკიცებენ, რომ აი მართლები ვიყავით, როცა ვამბობდით კაპიტალიზმი კლავს. ისე ბანკომატთან რომ იხვალ, ფულს მოითხოვდა $100 ნაცვლად, მკვდარი ვირთხა გადმოვარდება, არა, ამთრად კაი დასანახი მინიმუმ. საცოდავი ამ ხელა თანკის მოპარისთვის სამუდამო ხაფანგი ელოდა და ალბათ ასე ერჩივნა კიდეც. მაძღარი წავიდა ამ ქვეყნიდან. უი, მაგახსენებაზე პირიქვისკენ მიქნია და ჩინეთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაასვენეს და კუბოს ნაცვლად ისე დაკრძალეს და გადააქცევა რომ გამოყავდათ სახლი და თურმე ხალხი იძახდა შიტოკებს არ ენდოთო. ეხლა სოტრით უქონდა და გავლილი შეუშვებები გუმაგის რაი მესაფლავეები ყოფილა გადარეული. ეს სასაფლაო თუ პარკინგი გამაგებინოთ. კიდე კარგი ტრაილერი მსხოლი არ იყო ეს უბედური რა გათხრი და ამ ხელა საფლავსო და რო უნდა ჩაესვენებინათ ერთი კარნახობდა. ო, კაია, მარცხნივ აიღე და ჩასული. კი ბატონო. 2 ამორტიზატორი ჩაუყოლებიათ იქ რბილად მოისვენებს. და აცი ვიდრე შინაური რომ გარდაეცვლება ამ კაცს ზეს და ბენზინის ტალბონებს გაატანენ ხოლმე მას. კაი, ამ თემაზე დიდხანს ნუ გავჩერდებით და დაუბრუნდეთ გვირილოვის თემას ქუთაისობას, შემოძებაცებო. ეს კარგია, მაგრამ თავში ხო ვისაუბრეთ უკვე, ვილაპარაკეთ და წინასწარ მიულოცეთ ქუთაისელებს 4ჯერ გაკოცე რა ათმინა. მე თუ მკითხავ ზედმეტი არასდროს აქვს ქუთაისზე ლაპარაკი გადაცვალე. ვიცი, ეგრე ერეკლეობა ვიცით ჩვენ თელავში და როდის გინახავს ერთზე მეტად მეხსენებინოს. ეგ გამახსენე, აგერ არის ხალხი, აგერ არიან ბიჭები. მაგით ახლა რისი თქმა გინდა რომ თავს გამეტებთ იმერლები კახელებ? მე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ეგრეა. ბიჭო, ყოლა! ჰო, რა იყო? მაგის პეზი, მაგრამ მართალი გარს დაუწევ.
დაიცადე კაცო იქნება სხვა რამეზე გეძახი ჯერ რა არის ბიჭო მართალი ბიჭო ჩვენზე ბიჭო თავდაბალი ხალხი მე დედამიწის ზურგზე არ მეგულება ასე არ არის მიგვიდია აი სერა საკիրას ამიჯო სტავეგეიგე იმერელის და ქუთაისელის ტრაბახი გინახია სადმე როდისმე მithქვია ყველაზე კაი ხაჭაპური გვაქვს ან ყველაზე მაგარი სუფრა ვიცით ან ყველაზე მაგარი თეატრი გვაქვს ქუთაი როდისმე მოიცა მართლა მოიცა ასე ჩვენ ჩხუბამდე მივალ და არ იქნება ლამაზი არა განა ვერ მოგერევით მაგრამ ხალხი გვიყური აგერ დასავლეთი და აქეთ აღმოსავლეთი ხო არიას ამიტომ ეხლა ვიმღეროთ და სიმღერით მოვგვარდეთ ბიჭო ქუთაისურ დილობა ამავე აგერ არის გვირავი ნიკო არის გამოსავალი არის ძმაო გამოსავალი კი ბატონო შეხომზად ხარ მეყვირია ჯებადა აკლა უნდა დავგელიჯოთ აქ ყველა დიდი ბიჭო უნდა დაგლიჯოთ ხოლა ეგრე ქნათ ხო ყოლა არა ვქნათ აბა მაშინ დავიწყოთ აღმოსავლეთი და დასავლეთი მიდი დავა დავიდა შაირე შაირებში შავერკინეთ აქეთ ვესტი იქეთ ისტი ნახეთ რადგენში ჩავაგდოთ ჩვენ ეს ორი აფერისტი არულანო არქიარულანო მე დაირა სიბრიქებით დაკოდილი ხარივითა გეგონება ჩვენ გჯობი ხარ და სუბრიდან დაწგვინითა აბანელო აუნელანინაოდა ვინოზე ხმაროგოიღებ ხატით ეს ადარებ ჩხავებს მაგას რა და მალევინებს კაჭკასაც კი დააჭხავლებს არულალო არულალო ჩასემულ ჩოლიკოურს თვითნებურად ითხოვს გული გარმონივით იცელება იმერული ხაჭაპური აბადელო ორნილარანინაოდა სამლებს რომ ცივდებით შენ და შენი ძმაკაცია ჩვენ კი ჩვენის მოთანთალე ხაშლამი სინგალაცია არულანო არქიარულანო ამათმადვინი წეიღეს ხაშლამით და თავის წვადით ფურვარილის თქვენ რა იცით ვირებს მოუარეთ სადით აბადელო ლერორანინაოდა ჩვენ ვირ თავიდანები ნეკარა კამთმა იმსგავსი ყველა ერთად რომ შაკაროთ თვალები აქ თქვენი ფასი არულალო არხიარულალო და დიარადაჰე იმერლებს რა ფრაედრები თუნდა გადინოთ ცრემლები ბანდიანი გიტარით ხარ თქვენ ორივე საცემები აბადელო დილარანინაოდა მოგესალმებით ჩემო მონატრებულო ქუთაისელებო დაკარგული თქვენი ბავში მევედი და რავა მომნატრები ხართ ბიჭო და რავა შევრჩი ლიხზიკით და რავა ვერ შემევიარე ერთი რომ დამეხედა რაფერაა ჩემი ქუთაისი რამე ხوار უჭირს თქვა რა სჭამთ რა სვამ კი უყურებ თქვენ წყვილში რომ მიყავს ხოლმე ეს გადაცემა და მე და კახელ მიხოია სადა
ქუთაისში წამოსვლაზე აღარ შევაწუხი ახლა გზავრობა არ დაცადოს მე თქვი რიკოძე ადი ჩამოდი არ არის ადვილი ახლა მაგისაც დაგიძე მაგია რა ვაკეთო რამე და გოუმთხილდი ვინ არის ვიჯო ასაკში თელავიდან მამაკ ეს კავი სამჯერ დავისვენ ეგ იყო და ეგ აი ვიედე ეს მოსულა თეთრი თამაროგა აი შალურჯებული უკნიდან აი ასაკ უი შენ ჩამოდი მაინც ვიჯო დედა რაფარი გამახარე ეგენაცალე რა გავიხარდა შენი დადახმარ ო ძალიან გაგიხარდა მაშა რასაო აგე ეს ღვინო ჩემია ჩუბა ჩამოგაპარე წეღანა და არ გეგონოსო რაღაცა მჟავე შამპუნს ასვავ ჩემია აჯამური კარგი იქნება დაუდია იმერულათა ოჯახი ხარ ოჯახი ვირილობა ეზაღე შენ და რო გავიარე ქუთაისში სუ არდივით გოგოები დადიოდე ბიჭო ვარდობა უნდა დეგე ვირილობა რა ვარდობა მამისმინი ახლა შენ უმასწავლია რა უნდა ერქვას ქუთაისობა ზუღურია შენ დავას ხამაგერვედი და მივხედოთ საქმეს დავიწყოთ მიმოხილვა იგორე ვიდეო და ლიდარ ვიკრობიო დავლიო არ დავლიო რაყა ჩამოყვედი დავლაბა ისე რა იქნება ვიჯო ამოდენა გზა გამაერა და არ ამობრუნებულა ეგენ დაღდიწვენი რა არის ჩემ ჩამოსვლას და შენ დახვედრა გაუმარჯოს ბარაკა მოგცეთ იმერლებსა ჩვენსავითა სულ კარგად მენახეთ ვისაც თქვენი კოხტა ქალაქი არ მაეწონოს იმას მეიცა რა ჩემი ბიჭო რა იყო მეიცა ზამია არ შეიგინო აგარა ქუთაისია ზემოს დილობა ამბავი გაგება მეობა ჭაყუტება მასე კი არ არის ბიჭო რა ვიკაცო მე ალალათ მინდოდა რაღაცა მეთქვა და კარგი შევწყოთ მაშინა რა პრობლემაა მოკლეთა ხალხო აი ცა აი გამოსვლა მოკლეთა ხალხო რეგიონულ ტელევიზიაში რასაც მაისმენთ იმასა ვერ მაისმენთ ვერც BBC-ზე ვერც CNN-ზე და ვერც კიდე Euronews აბა მითხარი ზეგრო ქუთაისობა რომელმა გააშუქა არ გააშუქა დაასტევენა ემტრაფსა წინ და უკანა ამიტომ გვიყურეთ ჩვენა ყოველ შემთხვევაში მე სანამ მიმოხილვას დავიწყებდეთ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია სტომატოლოგიური კლინიკა ბოლო ღიმილი მილი თქვენი პლოსკო ჩვენი მოკლედ ნუ გწვენიათ გაიკრიჭეთ ბოლომდე ვინ გიყურებთ სლოგანი მოკლედ გადაცემას დავიწყებთ ახალი ამბები მიდი 2 მაისობასთან დაკავშირებით ზეგ ღია ცისქვეშ გაიმართება კონცერტი სადაც მონაწილეობას ვერ მიიღებენ პოლ მაკარტნი ელტონ ჯონი შაკირა ბიონსე სმოკი და მერაბი აკუხალა რასიძა რა დაემართა მერაბა იო არაბობს მაგრამ რომ ელაპარაკე ხმაზე არ მემეწონა სამაგიეროდ ქუთაისის ავტოგახსნის კლუბში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა ალფა რომეო და ჯულიეტა ომეგა. ეგ სპექტაკლი არ გამომიტოვა იცოდე. შემდეგი ამბავი. 9 დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგა როგორც იქნა იპოვე ბალახვდელი ტარიელას თეთერი. ტარიელას ოჯახი დიდ მადლობა იუხდის ზასტავენ ბალღებსა გაწეული დახმარებით თვითონ და იმედია დაპირებულ პურმანსაც იკისრებენ თუ არა და შეეწერება. ნუ მინიმუმ კეთილები. აი მიჩვეული რო ვარ კახეთში გაიგეს ვენაზე. სათაფლიაზე არქეოლოგებმა დინოზავრის სახლის ნანგრევები აღმოაჩინეს. რაც ადასტურებს რომ დინოზავრები აქ ტურისტულად კი არ იყვნენ ჩამოსული და დაჩერჩეთობდნენ თქვილა. ვიკენდიას ხამამის დაჭველად არა. არამედ კარენოი ქუთაისელები იყვნენ. ვოუ ეხლა ფეხებზე გაკვირდებოდი და მე მგონი ნაღდიხ. მოკლედ პასიონოკში ლუდი მოყავლების თვითონ გაიხსნა საცურაო აუზი.
რომელშიც ასხია ლუდი, გაიგეშინა. სულენემა თან უნდა იქონიო სპეციალური აღჭურვილობა, რათა აი უმაკი ვორჩხალა არ უკვინო. წლის ბოლოსთვის ქუთაისში შემოდის 2 სართულიანი ავტობუსები. და გზავრებს თხოვთ პლოშადებს ნუ მივაშერებთ ახლა და სარეცხის გამომენა დაიგენდა. სტატისტიკის სამსახურმა დაადგინა, რომ ქუთაისის სამაუწყებლო ანაძა გაცილებით მაღალია და გაცილებით ლამაზი, ვიდრე ბერლინის ანაძა და ეიფელის კოშკი. ლებს მაკითხებ შენებს, ვერ გავიგე. რას გაკითხებ და გევიმეორებ, ვაგერ სტატისტიკის სამსახურმა დაადგინა, რომ ქუთაისის სამაუწყებლო ანძა გაცილებით მაღალია და გაცილებით ლამაზი, ვიდრე ბერლინის ანძა და ეიფელის კოშკი. რა გოუგება? შენახა მე ყვილების სალაპარაკო ჩამამიყვანე, უხერხულია, ბიჭო. ბიჭო, ანძაზე დავალიანება გვაქვს და ასია საჭირო. უარ გაგვითიშო ტელევიზია, ვინ არის ბიჭო, ეგ ხომ ვერ გვაგები. ბიჭო, გეთქვა შეკაიკაცო. გეთქვა, ეგრე მოვიქცევი. კარგი ხალხო. ეხლა კი საზღვარგარეთის ამბებს გაგაცნობთ. ხაშურში 10 წლიანი განვითარების გეგმა დაიდო. და მე აიდო. არა, დაიდო? დაიდო. და ამის აღსანიშნავად გეგმაზევე დაიდო მერე ცოცხალი ორნახატი ჭაჭა რომ მოვდიოდი ორი ჭიქა მე ჩამხვდა აი ჯაჭვი ქონა ძახს დააბამდი სუფრაიგის ბიჭები ოსიაურის დაგთან ეგეც საზღვარგარეთის ამბები ოილი ბატონო ახლა კი დაუბრუნდეთ მთავარ თემას ქუთაისობას ორმაისობას გვირილობას ეს სამივე ერთად არ არის კაცო ვერ გავიგე რა შუაშია აბა რა ვაგონია ძალიან გინაცინებინათ ბიჭო სამკვირაზე და უფრო დიდხან ვერ იქეიფებდი და ჯობდა ეგრე მაგრამ სადა გაქვთ თქვენა მაგდენი გვინო მაზეც არა საქმე ჩემოძამია შენ რო იცოდე ქუთაისში სმა და კეიპი აღდგომას რო დაიწყო აპრილის შუა რიცხვებში აგერ 3 მაისს ან დამთავრდება ან არა ხო და მაშინა გაგვიმარჯოს დავაწყო აი შეგენაცა ნიავით მოდის ნაღდი რა ხენა სუკეიპი სუგულავი თელავივითა მივსერ მოსველი არ მოკლებოდეთ თქვენა ანუ ჩვენ რო დავიწყეთ თქვენ გიშურეთება აი გზაზე მე ხო და აქვე მიმართავ თბილისში მცხოვრებ ქუთაისელებს ქუთაისში გადაღებული ძველი ფოტო მაისდადეთ Facebook-ზე ჩამოსვლით თუ ვერ ჩამოდიხართ სირცხვილია ვია ავთავდი გადნერულო აგე ბოდიში ჩემო ძმაო მე უპასუხებ თუ შეიძლება ზარია ეთერში მიდი ხო მე სამსალიოს ვაფ აი გამარჯობა ძამია თქვენი გილოცავთ ქუთაისობას და იგი ერთი განცხადების გაკეთება მინდა თუ შეიძლება მიდი კაცო მიცხე მარი თვინა ვარ ჩვენ აქა მიდი დავაი ლამარია გოგო ტელეფონი მიჯდება და არ დაიწყო მერე რომ მოვალ მთრალი დილა სადრე ისევე პელენძუკა მანანიასთან ეგდე შემოსასწობო არ დავიწყო ახლა და მითვან პასუხობდი მოგლეთ იქეთა ვარ და აგერ კიდე კახაიეროა ბერეჩიკიძე კბილია მეიღო და პურბანსკის სრულობს და დილამდე შემაგვიანდება და არ დამიწყო წაწყალი მე მზიდა გაჩო შენ რა გაცხადება გადევირი ბიჭო ტელევიზია არის ხალხის ტელევიზია და არ მინდა ახლა რაღაცა უშნობას არის რა გინდა კაცო დაალაგა ადამიანმა რა გინდა ოჯახში ურთიერთობები დაალაგა კაი 10 ლარიანი განცხადება ჩულიპა როგორ გინდა ახლა გირილობა და ქეიფობა ნო საჩუქარი და უფასო იყოს პირადად ჩემგანა აგერავლება რა კარგი შემდეგი ზარია ეთერში გისმენთ ხებით დაძაბული გამარჯობა ჯიგავიჩ სადაურია მაშენი სტუმარი მიხოია კახელია მიხოიას მოგცემ შენ რა მიხოია რა დანა გოგო ვარ კახელი თუ ახლა მაგას ჩვენ ღვინით ვერ გავაკვირვებთ და რომ მორჩევით მევიდეთ აქ გორაზე რესტორანში აი ბრასი ხაჭაპური და წიწილა უბადი უცემულად ხო არ გაუშვებთ სირცხვილია სოლს გეუბნება ადამიანი უნდა გაიგონო
უნდა ავიდეთ პატივცემულო, მაგრამ პრასი არ შაწუხდე გენაცვალე. უბრალოდ ალერგია მაქვს თორე კარგია მე. იწილა იყო, ხაჭაპური იყო, რამე დატოვე პრასი კიდევა შანაცვლე გოჭივით. ეგ არის რა. აგა შენახ ვერთმა მოურჩევით აგერ ჩვენს და გორაზე ვარ 20 წუთი არ დაგვაგვიანდება სულ. თანა მე ეხლა ნახევრათა ხო იმერელი ვარ, კაცო. აბარა დედის მხრიდან. ეგრეა. მართალია ძაო და გადაცემის ბოლოს ჩვენ მაყურებელს ქუთაისზე ერთი სიმღერა უნდა უმღეროთ. არ უმღეროთ? მარა უნდა ვქნათ, კაცო, ამოდენა მთელი გზა ტექსტს ვიზეპირებდი, კაცო. ამოდენა ამბები საკითხავდა და პრასსაც ჩვენად კი არა ვარ ჩამოსული აქ. აბა, შეგერაზე. იმითი გავიდეთ, შუთი და მე ნაუბრო. შუდ, როგორც ვიცით ხოლმე, ჩვენ ტელევიზია. ახლა იქნება შუდ და მე სიმღერა. ო, აბა, დეგველოდე. Lamazo Kutaiso, Savardo Samaiso, Kutaiso bebero, Minda mogepero. Samazia Kutaisi, de Kemberi kneba tu maisi. მიყვარს ყველა მისი უბანი და განსაკუთრებით მიყვარს მეკუთათურები მიყვარს საფიჩხია ჭომაზასტავა ბედნიერი ვარ ოდესაც საკავა ბახვანი და საღორია ბაკის უბანი და ჩემი სტეკლოტარა მიყვარს საობი მიყვარს ოღასკურა მიყვარს გორა და კახიანაური და ავანგარდი შენს ქუჩებში ნავარდი მიყვარ ხარ ქუთაისო სავარდო სამაისო მე შენს გარეშე ქვეყნად სულ არ მინდა არაფერი ლამაზო ქუთაისო სიცოცხლე და ხალისო ქუთაისო ბებერო მინდა მოგეფერო მეორე დედა ქალაქს გეძახია შენი ჰუმორი ყოველთვის გახლია გინესის რეკორდების ციკში შეიყვანეს უკვე ჭიჭიკო და ბიჭია ხენად მრავალი საბაბია გამშვენები კემბრიას კაბაბია დაბადების დღე ახლოვდება 3500 ჩაქრო კაცი თუ ქუთაისში არის დამყოფი ჩათვალე განათლებაც კი აქვს სამყოფი შენ გენაცვალე დედულეთო ჩემო მიყვარ ხარ ქუთაისო სავარდო სამაისო მე შენს გარეშე ქვეყნად სულ არ მინდა არაფერი ლამაზო ქუთაისო სიცოცხლე და ხალისო ქუთაისო ბებერო მინდა მოგეფერო მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ჩემო პატა, ჩვენს ტელემაყურებელს ძალიან კარგი სურპრიზი უნდა შევთავაზოთ. თავისთავად. ჩვენი მეგობრები და ეს ადამიანები, დუეტი, რომელიც ახლა უნდა წარვადგინოს სიმღერის პრემიერით, კარგა ხანი არ გამოჩენილა ჩვენთან და მეთანხმები ალბათ და თან ჯერჯერობით ისე ორნი არის. ჯერჯერობით ისე ორნი არიან, მაგრამ მალე იქნებიან კი ბატონო, 4. კი ბატონო. მოკლედ დუეტი ლეონი წარსგება თქვენ წინაშე სიმღერის პრემიერით. სიმღერას ასე ქვია ამღერე ჩემი გული და ტექსტის ავტორი გახდა. რა დღეშია კაცო, თუ უკვე თავად წეს ლევანი ტექსტი. აი გარი. და ტექსტის ავტორი თვითონ ლეონის ლევანი გახლავთ ლევან წერავას ტექსტია დაწერილი ეს სიმღერა მოკლედ 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი და გაგონილი ჯობია ერთადო და
თხოვოთ დუეტ ლევოს. ჩემი გული მაჩუკე სიყვარული მითხარი რომ გიყვარვარ გაათვე ჩემი სული მიყვარხარა წამდებზემდე გავაკი გამდეზე მგონი ჩემი და შენთან მანძილი არასდროს არის შორი შენთან მანძილი არასდროს არის შორი რადგან ერთად ვართ ხედავ მეს ვის შენი ხმაგბილი როცა უშენოდ ცხოვრობ მე სულ გამუდმებით ვდირი მიყვარხარა ამას გიხსნი ჩემში გიპოვე შუქა ვერასდროს მომიშორებ შენთან ვიქნები მე მუქა ამღერე ჩემი გული მაჩუკე სიყვარული მითხარი რომ გიყვარვარ გაათვე ჩემი სული მიყვარხარა წამდებზემდე გავაკი გამდეზე მგონი ჩემი და შენთან მანძილი არასდროს არის შორი სიყვარული მითხარი რომ გიყვარვარ გაათვე ჩემი სული მიყვარხარა წამდებზემდე გავაკი გამდეზე მგონი ჩემი და შენთან მანძილი არასდროს არის შორი სანამ არაჩვეულებრივი დღევანდელი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენდეთ, კიდევ ერთხელ ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ესე იგი შაბათ კვირას კომედია არხზე საღამოს 8 საათზე აუცილებლად უნდა უყუროთ მიხოს და მაროს სერიალის ახალ სერიებს, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო ამბები განვითარდა. აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემო პატარა. მოკლედ, ახლა კი გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე და მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მსახიობი, ყველასთვის საყვარელი, უთბილესი, უკარგესი, ულამაზესი, უნიჭიერესი, რა თქმა უნდა, მსახიობი ქალბატონი ასმათ ხაბლაძე. ესე იგი, ქალბატონო ასმათ, არიცით მე როგორ მიხარია თქვენი აქ ყოფნა და ბედნიერი ვარ პირველ რიგში რომ მოიცალეთ, დიდი მადლობა ამისთვის და მინდა აქვე თამამად ხმამაღლა გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ და გვიყვარხართ ჩვენ ყველა. უღმესი მადლობა. თქვენი პატივისცემა და სიყვარული გვინდა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და
ვეცდები რომ ეს კაი ამბები მოგიყვა. კი ბატონო. იცით რა, აი ყველას აინტერესებს აბსოლუტურად ჩვენს მაყურებელს და თხოვნა იყო რომ ესეთი შეკითხვა არის. პირველი რაც უნდა დაგისვათ როგორ მზადებით? როგორ ძალიან კარგად. გენაცვალე, მაგრად უნდა იყო, მაგრად. წარმოშობით დუშეთიდან მძამდე. დუშეთიდან, დედის მხარეა და დუშეთიდან დავიბადე, იქ გავიზარდე და საოცრად მიყვარს ჩემი მხარე. ჩემი ხევსურეთი, ჩემი ფშავი, ჩემი მთიულეთი, ჩემი ულამაზესი დუშეთი. კი ბატონო, ანუ თიდან და თბილისში პეროსკაიაზე ბარიც გაქვთ. დიახ. ესე ფაქტობრივად თადა ბარი თქვენია. ესე იგი, კალბატონო ასმათ, რა ვიცი, დავიწყოთ ჩვენ სანდო წყაროებიდან მოვიპოვოთ ინფორმაცია, რომ თურმე ბავშვობაში დიახ. იმ ნიჭიერებასთან ერთად მერე რომელიც გამოყვა და ძალიან წელქი და ისეთი ბავშვი იყავთ რა თურმე. ცუდად არ ვიქცეოდი, მაგრამ მოძრავი. მოძრავი. და ესე იგი რაღაც ბავშვობიდანვე ქონდათ რაღაც იმიტირების და რაღაცების. კი, იმიტაციის უნარი მქონდა. ახლა მაშინ მეზობლები. მაშინ სახიობობაზე კი არ ვფიქრობდი არაფერი აღზე, მაგრამ ეს უბრალოდ მეზობელი რო შემოვიდოდა რაღაცას მოყვებოდა, ან ვიღაცა რაღაცა და ამას ყველაფერს ვაკეთებდი იმიტაციას და აბანო იყო საერთო დუშეთში. მაშინ არ იყო ეს სახში აბაზანა და დიდი ისეთი, ჩემ ბავშვობას გიქნა. მე რომ მკითხო საერთო ჯობი. ხო, საერთო აბანო. არა, მამაკაცები ცალკე იყო შენაც იგულისხმობ კი, ეგ ცალკე. ალბათონო ასმათ, მე უარეს გეტყვი, უფრო მაგარს გეტყვი. მატანი არის სოფელი, მატანი. ესე ამბობენ ახლა რა, არ ვიცი, მართალია რომ კომუნისტების დროს აბანო გახსნესო. და აბანო იყო აქო, ანუ დუშები და გზის იქით იყო გასახდელი. ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, ხშირი ყოფილა რეგიონებში საერთო აბანო. იქ როგორ იყო ის დღეს კაცები, ხვალ ქალები. აჰა. და მოსაცდელი იყო და ყველა ელოდებოდა, იმიტომ ის გამოვიდოდა მერებით და თავის რიგს. სულ სიტუაცია იყო, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან კარგი. ვერთობოდი ძალიან. აქ რო იყო ბევრი ხალხი, მაყურებელი მყავდა, უკვე ვარდისობდი ჩემ გავიდოდი და ყვებოდი, რომ აი ეს შემოვიდა ბებია ჩემს ის უთხრაბან და თან იმიტაციებს ვაკეთებდი და დედაჩემს ეუბნებოდნენ, რომ როდის მოხვალთ კიდე და მოიყვანთ ამას, რომ ჩვენც მაშინ მოხვალთ. ანუ საკუთარი მაყურებელი ბავშვობიდან. მაყურებელი მყავდა ბავშვობიდანვე და ძალიან კარგი მაყურებელი. დღეს მინდა მოგიყვეთ ამირან ბუღაძეზეც, ავთო მიქაძეზეც, გია ფერაძეზე, ეს ჩემი ჯგუფელები, ჩემი კურსელები, ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემი ძმები. კიდევ სხვა, მაგრამ ერთადერთი ამირანი არის დღეს რომ მოვყვები ცოცხალი. დანარჩენი მეც კარგად ამყოფოს და მოვიქ. მეც ხოლოს ისეთი დღეებია რომ კარგია იმაზე საუბარი. ამირანი არის როგორი პიროვნება, იცით, წესიერი კაცია, მიამიტია, ადვილად იჯერებს რაღაცას და კარგად ყავდა გამოჭერილი სარგებლობით. და ესე იგი რაღაცა ჩაუტარებდი, ვერ ხვდებოდა. არაჩვეულებრივი სმენა აქვს. ხო, ახსოვდეს ჩემი ხმა. რო დავრეკავდი, ვერ მიხვდებოდა რომ მე ვარ. როცა დახავდი რომ ვერ მიხვდა, დავიწყებდი იქ რომ ამირანეს. ეს თქვენ ნიჭიერებაზე მეტყველებს უფრო. ხმას ვიცვლი ძალიან კარგად. ხო არა? კი, შემიძლია ქალის ნაზხმაზე გესაუბროთ. ცოტა უფრო მეცო-სოპრანოზე, სოპრანოზე, ასევე მამაკაცის ხმაზე. მართლა? კი, თავისუფლად და ვერც მიხვდებით რომ მამაკაცი ვარ თუ ქალბატონი ვარ. და ამას ვიყენებდი საოცრად, თორსა გასტროლებზე მივდიოდით. აჰა. ყველა ჩვენ მამაკაცებს ყველა მოსკოვში რო ჩავიდოდით ან ლენინგრადში რო მაშინ ლენინგრადი ერქვა, ლენინგრადში რო ჩავიდოდით, სულ ყველას რაღაცა რუსი ქალების მიმართ ხონდა. რაღაცა ისე უყურებდნენ და ვიქრობდი მე თქვენ გიჩვენებთ. გიჩვენებთ ეს ჩვენი დღეს მხატის თეატრში არის სპექტაკლი ჩვენი და დაურეკე ყველა საციცაოს. ყველა მამაკაცს საწყალი პავლეინსკი, ველიკოტე თოლორაია, ლეო ანთაც ყველას აბსოლუტურად და ვეუბნები. იაოля.
სჩილაებლა ნახშ სპექტაკლი ვიყავი და გნახეთ და ძალიან მომეწონეთ და მინდა თქვენთან შეხვედრა და თუ შეგიძლიათ ორი ბილეთი, იმიტომ რომ ჩემ მეგობართან ერთად მოვარ, ტანიასთან ერთად. მე და ტანია მე ჩემთან სახლში წაგიყვან. ესენი გიჟებდავდეს. ვინ ისიც იშოვეს, მაპატი ხავერაც იშოვეს გალები და ყველა. აეწყო საქმე კარგად მოსკოვში, ლენინგრადში და ბილეთები იყიდა ყველა ორ-ორი ბილეთი და დგანან გარეთ და ელოდებიან ოლიას, ტანიას, რაიას და ასე შემდეგ. მივედი, ახლა უყურებ ესენი ერთს ვეკითხები, ვის ელოდები მეთქი? ჩემი ცოლის მეგობრები არიან და დამირეკეს და მოსმოვა. მეორეს ვეკითხები, შენ ვის ელოდები? ჩემი ნათესავები არიანო ახლა და ორი ბილეთი. ბაკაცები. ასე სუყოლას ვიღაცა ვითომ და 8 უკლია 5 წუთი სპექტაკლი იწყება. ბიჭებო, ოლიაც მე ვარ, ტანიაც მე ვარ, რაიაც მე ვარ. გაგიჟდებოდი. ჩემი სპექტაკლი. ოტეცოლებ რა მითხრა? ბოლო 10 მანეთი მივეზი რა. რა გიქონა ჩემი. მანეთი გონია მეტი არა ბილეთები იყიდა ორი. ისე რომ დარბაზში სამსე იყო, დარბაზი ჩვენები. ესეთი ოინები მქონდა, ასე ამირანს ურეკავდი. ლენინგრადში ვარ და ამირანს ურეკავ. ურბანელი გამომატანეს თბილისიდან და სანამ არ გაფუჭებულა ჩამოდი და წაიღე მე. კაცის ხმით. ხო, თბილისში, კასტუმრაში და ამან დაიჯერა რომ ურბანელი გოჭი რამე, ყველაფერია მეუთხარი გაფუჭდება დროზე. კითი თუნდაც ჩამოვიტანე, მაგრამ მაინც ჩქარა ჩამოდი და ჩავიდა დადის ვინ არის კაცი ამოვა ზემოთ. კიდე ურეკავ, სადახარ ბიჭო, ესე ვიყავი, საით რომელ ხარას იყავი? ვეიქთიკე, აქეთო და მიგიტამ. ამოვიდა კიდე დადის იქით აქეთ. ურბანის ელოდება. ავიდა კიდე ზემოთ. ბიჭო, რა არის მეუთხარი გაფუჭდა ეს გოჭი, რა უბედურებაა. ჩამოდი დროზე. ვიყავი. ჩამოდი. ბოლოს მეტყოდი რომ ძალიან შემეწოდებოდნენ წინ და უკავ და მე ვარ კიდე ისევ ლენინგრადში ვარ და ეხლა ვერ ვიძინებ რაღაცა ღამეთი თეთრი ღამეა რაღაცა ვეცა და მოდი ბიჭებს დაურეკავ. ყველას აბსოლუტურად. გარდა საშა იოსელიან. საშა მითხრა, მე ვიცი შენი ოინებიო, სვანი ვარო და არ გინდა ჩემთან ეგეთი ხუმრობაო. გამანებე თავიო და საშას არ ურეკავდი. ამბების მერე კარგად გამოიყურები, გადარჩა. ნელა მიცოდა, რომ მე ვარ და იმდენად უნდოდათ რომ ვიღაცას დაერეკა, რომ დავრეკავდი იჯერა. გოგიგელოვანმა მთხოვა ვაჟა ფირცხელაიშვილს დაურეკე თავის იმას ეძებსო ნაცნობ გოგოს ერთო და მითხრა სახელი დაურეკე ვაჟა მიყიდა რომ ის ოლია ვარ და ისა და ყველაფერი და ეხლა ვიფი ბუდი გოგის დაურეკა. თვითონ ვინც მთხოვა რომ იმას დაურეკე და ვიტაკო აჩერავაჭილი მეურება გამომაგალას კჯას და სოფიკო გვერდზემიზის შეაურელი მე და სოფიკო ერთად ვარ და მეკითხები რომ სოფიკო тоже княгиня მეთქი და нет она крестьянка ამერიკან ჯაფარიძე ანა княгиня აი ხავს ვისაუბრეთ შეხვედრა ხო არ შეიძლება თქვენთან რაღაც ძალიან სიმპათიური ბრძანდებით ასე შევხვდით მე ვითომ და ურეკა ბატონო გოგი ძალიან დიდი ბოდიში ძალიან მიყვარხარ აღარ მინდა მეტი რომ ვიღა გაჩერდა და ჯერ ვიფიქე ხა მეტყვისო რომ მივხვდი და არა ჭამეობით კიო მივხვდი შენ არიყავი ეხა ბუაძის ამბები ურეკა ბუაძეს და ამ როგორ ახლა კითხე კარგად ვა მივხვდი რომ ვერ მიცნო რასაკეთე არაფერს ისე ვიხდი რომ ვერ ხო მეუთხარი გუშინწი რომ ჩვენ ერთად ვიყავით იქ ხო გახსოვს კაი დრო რომ გავატარეთ ის წინა დღეს მოვისმინე რაღაცა და ხო ჩემო კარგო ხო ნინო რა როგორ ნინოსალე ხო აბა მეუთხარი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მაგის ცოტა ცუდად არის რა არის ნინო მე მგონი ვენერიული მაგი და ფხილად ვიყავი რომ უნდა შეიგინოს და დავკიდე ყურმელი რომ მე არ შემაგინოს შეაგინოს იმ ნინოს ვიღაცა მოვიდა თიაში ყველა გავაფრთხილე რომ ყველა მუთხარით რომ რა ცუდი ფერი გაქვს რა გჭირს რა მოგივიდა ხო არაფერი დაგემართა და დადის ეს საწყალი ხედება სარკეში ხანულან ერთი დღე გავიდა მეორე დღე და მე ვთქვა რა გჭირს ბიჭო მოდი მითხარი დავარ შენი მე რომ მოვიდა და მითხრა ესეთ სიტუაციაო და
რა ვქნაო, როგორ შეიძლება რომ არ გადამდებოდა. არ ვიცი მე ვთხარი ძალიან კომპეტენტურები ქალების საკითხში კოტეა მე ვთხარი. მახარაძე მიდი კითხები, კოტე გაფრთხილებული მყავს. კითხე და გეტყვის, კოტე ხდება ეგრეო, რომ შეიძლება არაო და ნუ გამოვიდა. ხო გაიგე, არ მითხე შეიძლება არაო. 4 დღე რო გავიდა, მოვიდა 4 დღე ყოფილა მაგის ის ვადა. მოვიდა რო გაიგოს რა ხდება და შენათო მე მგონი გადავრჩი აი. გადარჩებოდი, აბა რა იქნება მე დაგირეკე შეუგდრო. დამედევნა კალასნიკებზე ავედი. ისე შეთ მოკლავ მითხარ რა. 4 დღე არ მეძინა რა დღეში ვიყავ. აბარა მოუ. ძალიან გადარჩენილი ხართ ხალბატონო ასფალტ მიდაგეთ. კი, ესე როინებს უკეთებდი ამ ჩემს ათო სახეობებს. ეხა ძველებზეც მოგიყვებით გარდაცვლილი ვასოძიაშვილზე. აუცილებლად. ჩავიდა ვასო კახეთში. კახელი იყო მოგიხსენებათ, ეხლა ვინც იცის ვასო გოძიაშვილი, ყველა მისის რა გენიოსიც იყო. კახიობი და ჩავიდა კახეთში, კონცერტი უნდა ჩაატარონ და მოდის მაგისი კლასელი. დაბერებული საწყალი, ხა ვასოს უკვე ასაკში არ თქმა უნდა, მაგრამ ვასო ეხლა საფიობია და დაბერებული ნაოჭებით, რაღაცა ზურგზე მოგიდებული, რაღაც შეხედა და ვასო. დედა, ვასო არა, ხარ შენა გოძიაშვილი. კი მე შენი კლასელი ვარ ნინო და არ მოეწონა ხა დაბერებული ნინო და როგორ კლასელი და ჩემო ვასო მივდივართ უკვე მივდივართ თვითონ იმ ქვეყნად ვა შენ წოდი მე არ მოვდივარ რა კიდე თუ კიდე წადი რა მე არ მოვდივარ ნინა გაისტუმრა მაგრა უყვარდაო დალივა ხო? დალევა? ვასოს? არა სხვათა შორის ზომიერება იცოდა ვასო. ქეიფი? მაგ საკითხში. აი იკრიბებოდნენ მასთან სახში ძალიან ხშირად. სახში იცოდა, კაი პურმალის გასი იცოდა ეზარებოდა ფულს გადახდა სხვაგან. სახში კი. ქეიფობენ ივერიაში მგონი დღისით. და ვასო გოძიაშვილი, გოგი გელოვანი, რომელიც წინალედ მღეროდა, ბიჭები ყავდა, ყოველთვის სასწავლიდა ბიჭებს, ქალ სიმღერებს გოგი და მღერიან ესენი და აბა მოდის ურიკით იმერლებისგან, შამპანურები, ცოტა მეორე იმის მრავალჟამიერის მერე სვანებისგან, შამპანურები, მეგრელებისგან და ყველა კახეთი არ ჩანს. იქიდან, აქედან და კახელები ჩუმათარე, ყველა კუთხემ გამოგზავნა რაღაცა და კახელები ხმას არ იღებენ. და ვასოს ზია ვასო ხედავ კაცო კახელი კაცი ხარ შენი მთელი საქართველოს კუთხეებიდან და დაფიქრდა ვა რა დროს ქეიფია კახელები შრომობენ ახლა მისით რა უნდა ქეიფი კახელები დგანან და შრომობენ გაამართლა კახელებზე და მაგისტვის კახეთი იყო საქართველო დანარჩენები ვიყავით კახეთი იყო მთავარი ხა სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი შეყარებულები არიან მეუღლეც გახდათ და ერთი ვაჟი ყავდათ და აცილებს სესილია ცხოვრობს ვერაზე ჯავახიშვილის ქუჩა როა და აცილებს ვასო და უმტკიცებს მთვარეს და მზეს და ეს ყველაფერი შენია და შენთვის არის და შენ და ერთ ამბავშია და ამ პეტერე ძაღლი გამოვარდა ისაიდან იყეფება დააყენა სესილია ძაღლის წინა ვაიმე დედა ვაიმე უმტკიცებს ქვეყანას ქალს და ძაღლი შეეშინა ავას მობრუნდა რა შვებიო სესილია მუთხა სესო აი ძაღლის მეშინია ლომი რო გამოვიდეს და ვეფხე არ მეში რა უნდა ჯავახიშვილზე ლომზა ლომი რო გამოვიდეს არა აი ვარტო მაგის მეშინია საოცარი რამე იყო ეს სესილია ვასო ბევრი ისტორიებია მაგათთან დაკავშირებით თქვენ ხო ძალიან მეგობრობდით ალბათ სესილიასთან ძალიან აი რომ გაიხსენოთ რამე მაინც. ეხლა სესილია გამიკეთა თავის ახლა მე არ მეკუთვნოდა ნომენკლატურებს ეკუთვნოდა ეს გაგრა დასასვენებელი სახლი ეს ლიკანი ეს დასასვენებელი და თავისთან გამიკეთებდა ხოლმე საგზურს. და მე ცოტა გვიან ჩავედი და დირექტორი ამ ლიკანის იყო კაცი კაცი იყო მაგრამ ნომენკლატურები უყვარდა ეს თანამდებობის პირი და ეს სახალხო და ასე შემდეგ და ეხლა შედიო მეტი რას გეტყვის არაო გენაცო შენ არც ისახარო არც ესახარო აი აგინდაო შენ ახო იცი რა ის არისო არა გამოვედი არა მეთქი უარი მით დამელოდეო და შევიდა
ორ წამში მორბის მდივანი. მომთანდით გენაცვალე, მომთანდით შევედი. რატომ არ მითხარი შვილო? მომერიდა, ხა არ ვიცი იმარა უთხრა. მომერიდა მეთქი, ვერ გითხარი. კიდე მეუბნება, რატომ არ მითხარი? უნდა მწოდნოდა. მომერიდა, ვერ გითხარი. რომელი გინა, ეს გინა სასწრაფო დამაბინავა გადასარევა. რა უთხარი მეთქი და მაშინ ინაური იყო კგბ-ს მინისტრი. ინაურის დიშვილია უთხარი. გაგიჟდა კაცი. ინაურის დიშვილი, ეს ინაური რას უზავს? დიშვილს რო უარი უთხრა. და სასწრაფო დამაბინავა და ყველა პურმარელზე მიწვეული ვიყავი ჯერ მე. იმიტომ რომ ინაურის დიშვილი ვიყავი. მერე დანარჩენები და ბოლოსო დამთავრდა ჩვენი იქ ყოფნა და მოვდივარ და პურმარელი თვითონ გამართა გვემშვიდობებას ესელიამ უთხრა და არ ყავდა ინაურსო. და რო არ ყავდა არ დიშვილი ყავდა ხო? მე უთხარი მე ელიზბარის დიშვილი ვარ ინაურის არა შუაში ვარ ინაური დავამთავროთ იქაურობ ძალიან მაგრები იყვნენ ხო აი ჩვეულებრივ ცხოვრებაში იყო მაგარი როგორც ვიცით და როგორც იგივე თქვენგანაც გაგებული გვაქვს ეს ეს იყო საოცარი ადამიანი ძალიან კეთილი ბევრ საქმეებში არა ყველას პატრონი აბსოლუტურად მთელი ეზოს პატრონი წყალი არ მოდიოდა იზარეკავდა ის ავათ იყო ერთხელ მე რაღაცა ზურგი მტკივა მეთქი და მე მგონი ცუდი მაქვს დილით მირეკა წამყევი ექიმთანო ნუ წავედით თურმე მე წამიყვანა თვითონ კი არა და აღმოჩნდა რომ არაფერი მჭვალი მაგი და მორჩა არაფრით არ დატოვებდა ვინმეს უყურადღებოდ აუცილებლად ყველას ყურადღებას მიექცევდა საოცარი ადამიანი იყო აი საოცარი კიდევ მანქანა რო პირველად გამოვიყვანე მივედი რომ გაგასეირნა მეთქი არ ჩამიჯდა მეშინია და ჯერი არისო და ნახო რომ კარგად მე მოდიო მშვიდობიანად მოვედი მე და აბა ეხლა მეთქი და კაიო და ესე იყო და ერთ გენიალურია კიდე შევედით იმა ჩოთქებით რო არის რეცხვა ხო იქ შევედით და შეეშინდა და შეშინებული და მაგ ჩოთქებზე მოგიყვებით კიდე კაი ისტორია. თეატრში იყო ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, კუკური მჟავანაძე. კი ბატონო. შესანიშნავი მსახიობიც და მე დირექტორი იყო. ასევე მეორე დირექტორი იყო მალხაზ ბებურში, ისიც მსახიობი. ეხა კუკური მჟავანაძე იყო დაბნეული პიროვნება. ყველაფერზე აი ესე რაღაცა ისეთი ის ქონდა ხოლმე. ვერ სხვანაირად რაღაცა. ხუიმე მე იყო და ძალიან წესიერი. ძალიან არაჩვეულებრივი პიროვნება, მაგრამ დაბნეული. ეხა მანქანით მიყავს ცოლშვილი ქორწილში. გაპრანჭულები, ზაფხულია და ყველა შუშა ჩაწეულია. მოდი აბარემ გავარეცხავ მანქანასო და შევიდენ ამ იმაში. იაპონურ სამრეცხაოში ისენი ძაგრისებით როზე შემოდის და რო ირეცხება ესე და აბანავა ეს ცოლშვილი ღია მინუტება. ჩამოწოლდა. პიდა გავიდენ სახლში. სველები ტიტულები ესე. მეორე ეხა მალხაზ და ეგ მიდიან სადღაც. მალხაზ ხო იცი რა დამემართა. ცოლშვილი რო აბანავე აწია შუშა და თავი შუშა დარჩა მალხაზის აწევი. მეორედ კიდე იბანავა. ეხა დირექტორი არ იყო და ვიღაცაო შემოვიდაო პალტოაცვიაო ვიღაცასო და როგორ შეიძლება თეატრში პალტოთიო და გავიდა და ვიღაც კალი ამოდის. ის შევიდა უკვე პალტოიანი. ამოდის კაბაცია და დიდი ღილები აქვს ესე დაკერებული. გაიხადეთ ეხლა მე. ეს ხალე გავიზდა როგორ გავიხადე. მე თქვენ გეუბნებით გაიხადეთ ეხლა. რა გავიხადო ბატონო? რას გაცვიათე გაიხადე და ისე შებძონი. ბატონო თეატრში მოვედი თუ აბანოშიო ვერ გავიგე. გავიზდა ეს ხალი რა გავიხადო ბატონო? რა აი რო გაცვიათე გუდა გაიხადოთ ისე უნდა შეხვიდე. კაბაბასვია ბატონო. ვიმე ბოდიში კაბატონო. კაბა გაცვიათ ბოდიში მე ისიქავდი შეყვა. ბოდიში. ის ბუღალტერი იყო, გამსახურდია თამარა, ძალიან ისე კარგი სასაცილო ქალბატონი და ავათარი. ეხლა ეს ბუღალტერი და მალხაზმა და კუკურიმ გადაწყვიტეს ნახვა. წავიდნენ და ვარკეთილში ყოფილა 12 სადარბაზოიანი რაღაცა დიდი კორპუსი. იქ ცხოვრობს თურმე. ეხლა ვერ პაულობენ რომელ მასშია 12 სადარბაზოა. საუნდა შევიდნენ და მოდი იცი რა ვქნა თუ არავინ არ არის გარეთ რო კითხოთ შენო ეს ეწადიო მალხაზს უთხრა მე ეს ეწავალო და სადღაცა შეხვდება ვიღაცა და ვკითხოთო ის ეს ეწავიდა ეს ესე შეხვდა მალხაზს და მალხაზს ეკითხება ბოდიში ხომ არ იცით საცხოვრებთ ამან აი
ვინმე უნდა შეხვდედა? ვინმე იყო მალხად. ხომარი შეცხოვრობს თამარა გამოსახული. მაგარი დაბნეული ყოფი. მედია ჯაფარიძე ორი ტელეფონი იყო მაგის კაბინეტში, ერთი ქალაქი, ერთი შიდა. და მედია ქალაქში ლაპარაკობს, რაღაცას ესაუბრება და მან ვიღაცას დაურეკა ვიღაცამ შიდათი და დაუკიდა მედიკოსს და დაჭდა. რა შევი გოგონა? ოდიშ გადაცვალე, გადმოიფო. ძალიან კაი ვინმე, წინვალე პიროვნება იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი. ეხლა თამარა გამსახურდია, მე ერთ-ერთ ახალ წელს ვერ მოვასწარი დროზე წასვლა ბაზარში და 8 საათზე წავედი 31-ში. გავიხედე, ერთი გოჭირო უნდა გეყიდა, ვთქვათ 80 მანეთად, ხო? ამ 80 მანეთად ვიყიდე ორი გადასარევი გოჭი. ყველაფერს ყიდიან, ოღონდ წავიდნენ სახლში. ხო. ინდაური, რა ვიცი, 100 კი ახალ წლისთვის არის, ყველაფერი მოვედი, გახარებული თეატრში მივედი, მე მიზღებში აღარ წავალ ადრე იმაში ბაზარში, 31-ში წავალ, ყვები ამას, რა გადასარევათი ვიევაჭრე, რა კაი რამე მოვიტანე და მოვიდა მეორე ახალი წელი. და წავედი ისევ გვიან. გავიხედე, მწვანილის მეტი არაფერი. სარიელია. და მესმის ხმა თამარა გამსახურდია. ასმათ ყაბაზე მოკლა ვიცოდე. ეს რა გამიგეთებ შეერი და ამოწივა იმზია. უბიგრია ვიყიდიო, მაგრამ არაფერი აღარ არის. გამომიქცია, მე ფიქრე ეხლა. წავედი საზღვარგარეთ. რაღაცა ორი კვირით რაღაცა და ძალიან კარგი მეზობელი მყავდა, წესიერი, კარგი ქალბატონი ნინა. და დეიდანინას უტოვებდი ხოლმე გასაღებს რაღაცა. მანამდე ცოტა არ იყოს ქურდობა იყო, როგორც ის კერახავდნენ სახლებს, შედიოდნენ რაღაც, ვიფიქრო დაინახავენ ჩამნელებული რაღაცა და სიგნალიზაცია ახალი შემოსული იყო. რაღაცა ესეთი გვალი დიდი ის იყო, რაღაცა უბედურება, გარეთ აყენებდნენ ამას და ჩემტერს ის რო ჩაერთებოდა მთელი корпуსი ფეხზე იყო. რო დაიწყებდა ღრიალს რაღაცა უბედურებას და ჩავაბარე ნინას, პოლიციამ მითხრა რომ მისთან არის გასაღები, აი ქალბატონთან, თუ რამე მოხდება ჩვენ მივივალთ, ქალბატონს გამოვართმევთ გასაღებს და შევალთ. დახვედი მშვიდად. გამოვედი ახლა ორი კვირის მე და დეიდანინას ვურე და ნინა გამოვიდა თანა რომ ნინა დეიდანინა რა მოგივიდა? მე ძინება გენა. რატო დეიდანინა რა მოხდა? ორი კვირა ამძინები. რატო დეიდანინა რა მოხდა მეკითხე? ყოველდღე მეურჯერ სამჯერ ეგ. მოდიოდა პოლიცია გამიყვანდა. ორი კვირა ხალი ხო? პოლიცია შეიყვანდა ჩემი გამოსვა. აჰა, გასაღები მიყარა, დამანებე თავი, სადიო. აღარ მე მზანეთ რომ იმიტაცია საკეთებდით კაცის ქალის, ხო? დიახ. ჩვენ 7 თებერვალს ქონდა ახალი თეატრის გახსნა, პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი გაიხსნა და აუცილებლად მინდა რომ დაგპატიჟოთ. მაგრამ თუ შეიძლება ეხლა ვცადოთ, აი ხო მე მინდა კაი ლამაზის სიტყვებით მივმართო მაყურებელს. ერთი კაცის ხმით რო გააკეთოთ შეიძლება. ვისი? კაცის მამაკაცის ხმით. ო ბატონო ეხლა რომ გახსენებ. აუ ბატონებო და ბატონებო. პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში 9-ში და 10-ში მაისში საღამოს 8 საათზე გთავაზობთ სპექტაკლს. ლუარსაბი და დარეჯანი. ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი. ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის მიხედვის, რა თქმა უნდა. ბილეთები იყიდება და გირჩევთ, მალე შეიძინოთ, რადგან ამ თეატრში სულ რაღაც 45 ადგილია. თუ დროზე ვერ შეიძენ, პაატა გულიაშვილის ბატონი პაატას კომედიის თეატრი მდებარეობს დიდ დიღომში, 13 ასურელის მამის 95 ნომერში. 13 ასურელი მამის 95. გელოდები 9-ში, 10-ში, საღამოს, 8 საათზე. ვარსაბი და დარეჯანი. მადლობა თქვენ, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ქალბატონი ასმათ ყაბუარი. მოკლედ დადგა დრო იმ სიურპრიზისა, რასაც მთელი გადაცემა ელოდებოდა ჩვენი მაყურებელი. დიახ. და მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი შოშიტაშვილი კიდევ ერთი პრემიერით, რომელსაც ქვია გემი გაცურდა და რა თქმა უნდა ჩვენი ახალი პარტნიორი ამ სიმღერის ლაშა ივანიაშვილის სტუდიაში გაკეთდა ჩანაწერი.
მოკლედ გიო გავემშვიდობო ამ მაგარი სიმღერით ზაფხული მოდის ახლა და გემი გაცურდაც უფრო აქტუალური და ძალიან ნაცნობი მელოდია და ახლებული ვერსია როგორც შევია გიორგის და საინტერესო ვერსია შემოგთავაზ მოკლედ გარანტიას გაძლევთ შეკვა თამაშის ხასიათზე დავდგებით დავდგებით გაცურდა ეთრი აფრები კავკასიონზე დაუთომია მე შენ სიყვარულს ავედევნები როგორც თორია შენი She get me